მოდით განვიხილოთ ის მცდარი შეხედულება, რომელიც დაკავშირებულია მრავალდონიან მარკეტინგთან. მითი პირველი. მრავალდონიანი მარკეტინგი პირამიდაა, ფულს შოულობენ მხოლოდ სათავეში მდგომები, ხოლო დისტრიბიუტორები შოულობენ მიზერულ პროცენტებს. რომ გავაქარწყლოთ ეს მითი, დაგვჭირდება ორი სტრუქტურის შედარება: ტრადიციული და მრავალდონიანი მარკეტინგის. როგორ არის მოწყობილი ტრადიციული კორპორატიული სტრუქტურა? სათავეში დგას დირექტორი ან პრეზიდენტი. შემდეგ მოადგილე, უფროსი მენეჯერი, საშუალო რგოლის მენეჯერები. შემდეგ მუშაკები და მომსახურე პერსონალი. რაში მდგომარეობს კორპორატიული სტრუქტურის არსი, რომ თითოეული მაღალი თანამდებობის წარმომადგენელი იღებს ანაზღაურებას უფრო მეტს, ვიდრე ქვევით მდგომი. ამსგავსებთ თუ არა ამ თანმიმდევრობას პირამიდას? ერთმნიშვნელოვნად კი. როდესაც თქვენ მიდიხართ მრავალდონიანი მარკეტინგის კომპანიაში, თქვენ იწყებთ თქვენი სტრუქტურის შექმნას პროდუქციის გავრცელებისათვის. იწვევთ პარტნიორებს და ასწავლით მათ იგივეს. თქვენი შემოსავლები განპირობებულია თქვენი პირადი ბრუნვიდან. ასევე იღებთ პროცენტებს თქვენი სტრუქტურის ბრუნვიდან. მრავალდონიანი მარკეტინგის აღრიცხვის სისტემა აფიქსირებს თქვენს აქტივობას და გიხდით შესაბამის პროცენტებს. თქვენი შემოსავლის სიდიდე დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს ორგანიზაციულ უნარებზე. თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანმა, რომელმაც მოგიწვიათ ამ ბიზნესში და იმ დისტრიბუტორებზეც, რომლებიც ბევრად თქვენზე ადრე მოვიდნენ. გრაფიკულად ეს სტრუქტურა დაემსგავსება ამობრუნებულ პირამიდას. ადგილები მწვერვალზე არ არის შეზღუდული. თუ ყველაფერს დავარქმევთ თავის სახელებს, მრავალდონიან მარკეტინგს ყველაზე მეტად შეეფარდება გაგება ეფექტური მენეჯმენტი.